ხარება არა თუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებ და უნდა მეთქვა რომ ვარ ჩმორი და მაშინ აღარ დამარტყამდნენ კადრებს კობახიძეს, მდინარაძესა და გომელაურს უგზავნიდნენ. ეს განცხადებები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, მასზე 27 წუთის განმავლობაში ძალადობდნენ ფიზიკურად. სპეცრაზმელის აღიარება ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ბრალდება და დაადასტურა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. საქმეს გრიფი ადევს, ამიტომ უფლებადამცველმა დეტალებზე არის საუბარი. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ უხსენებია სხვა პირისგან მიიღო თუ არა ბრძანება თავდასხმის შესახებ. ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები, თქვა დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა მდინარაძემ. მდინარაძის მითითების შემდეგ სუსმა გიორგი უძილაურის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. უწყების განცხადებით ვიდეო ასახავს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართუს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის კონსპირაციულ შეხვედრას, ინსტრუქტაჟის მიღებასა და თანხის გადაცემის ფაქტებს. მდინარაძის თქმით, უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ამხილებული. საბურთალოზე 31 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა კაცს თავს ცივი არაღის გამოყენებით ავტოსადგომზე დაესხნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.